მე ვარ ანა ბაჭიკაშვილი, მე ვარ ეთნიკურად უდი, ვცხოვრობ და საქმიანობ წინობიანში, ეს არის ყვარლის მუნიციპალიტეტი, ძალიან პატარა ეთნიკურად უდიებით დასახლებული სოფელი. ამჟამად ამ სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 300 ადამიანი, 300 ეთნიკურად უდი. და ზინობიანში მაქვს პატარა საოჯახო სასტუმრო, სადაც ვიღებ ხალხს, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ენით, ყოველ შემთხვევაში იმით, რაც შემოგვრჩა ამ დრომდე. ასევე ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ღვინო. და კარგ ადამიანებს საერთო ჯამში. ეს საქმე დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ დაახლოებით 8 წლის წინ. მაშინ როცა არაფერი არ ხდებოდა, არც ჩვენი თემის ცნობადობა არსებობდა ისე როგორც ეხლა არის და მე ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ აქ ძველი სახლი, ფაქტურად ნანგრევებად ქცეული სახლი შეგვენარჩუნებინა, აღგვედგინა და გაგვეკეთებინა პატარა საოჯახო სასტუმრო. და ეს იდეა მოვიდა იმიტომ, რომ აქ მოდიოდნენ ენის მკვლევარები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებული, რა ეს შეენახათ, ასე ვთქვათ, მკვდარი ენების ჯგუფშია უკვე ჩვენი სასაუბრო ენა და შეენახათ ეს ენა. იქნებოდა ეს აუდიო ჩანაწერებით, იქნებოდა ეს რაღაცა მოხუცების ნახვით, რომლებიც რაღაცა ძველი ისტორიებს გაიხსენებდნენ და ასე შემდეგ და ეს ხალხი რომ მოდიოდა, ყოველთვის წუხდა იმაზე, რომ და დიდ ჯგუფებს რომ უნდა ჩამოსვლა არც და არ იყო დასარჩენი. ანუ იდეა წამოვიდა იდეაში მაქედან, რომ ანუ რაღაცა გვაქვს და მოდი ვცადოთ, რატო არ შეიძლება რომ ესეთ რაღაცა გავაკეთოთ და ეს თემით უფრო ცნობადი გავხადოთ და ჩვენი საქმიანობა სხვებისთვისაც გახდეს რაღაცა. ინსპირაციის წყარო, რომ მათაც ეგება სხვანაირად შეხედონ თავიანთ სახლებს და აღარ დაინგრეს, ხო? მაშინ დავიწყეთ რაღაცა ჩვენი სახსრებით მართლა, ძალიან წვალებით, იმიტომ დაგვჭირდა დაახლოებით 7 წელი, რომ იმ მდგომარეობამდე მოსულიყავით, როგორც ეხლა ვართ, რა ნელა ვაკეთებ. თან ძალიან რთულია ძველი სახლის აღდგენა, იმიტომ რომ უფრო მეტ დეტალზე დაკვირვებას გულისხმობს, როცა გინდა რომ შეინარჩუნო და დავუშვათ რომ მოვა შენთან სტუმარი აჩვენო რომ აი ესე აშენებდნენ ალიზით და ქვით და აგურით სახლს და ნახე მე კიდე მაქვს ესეთი რა, ანუ ამის შენარჩუნება რა გვინდა და ბევრად უფრო რთული იყო. შემდეგ ამას მოვაყოლეთ აპითერაპია. ეს არის ფუტკრების მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი, როცა სკაზე დამონტაჟებული ინჰალატორის მეშვეობით სკიდან ამოსულ ჰაერს სუნთქავ. და ნუ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ამბისთვის, რომელიც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, კარგია და ეგეც გავაკეთეთ. და კახეთში ახლა გამორიცხულია, რომ ეს ყველაფერი აკეთო ღვინის გარეშე, ხო და აუცილებელი კომპონენტი იყო ჩვენ საქმიანობაში ღვინის ჩართვა. იმიტომ რომ ჩვენი სტუმრებისთვის ჩვენი დაყენებული ღვინო გვინდოდა რომ შეგვეთავაზებინათ და მოკლედ ეს სამი კომპონენტი და ხაზგასმა ავთენტურ უდიურ კერძებზე, რომელსაც ჩვენთან მოსულ ადამიანებს ვთავაზობთ, რაღაცა იყო ეს თაიგული, რომელიც შევკარით. გარდა იმისა, რომ ჩვენი სახსრებით ვაკეთეთ ძირითადად ყველაფერი, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებდით რამდენიმე დონორის გარეშე, რომლებიც დამეხმარნენ იმაში, რომ ბოლოში გავსულიყავით, ასე ვთქვათ. პირველი ეს იყო აწარმოე საქართველოში და ეს იცით, რომ იყო USAID-ის და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი, რომელსაც საქართველო ახორციელებდა. პირველი გრანტი ავიღე აწარმოე საქართველოდან და მაგით რაღაცა ტექნიკა, ვეჯი, ოთახების აღჭურვილობა, ასე ვთქვათ, გავაკეთეთ. მეორე იყო აპითერაპიისთვის ავსტრიის განვითარების ფონდის გრანტი, რომლის დახმარებითაც კოტეჯის დადგმა მოვახერხეთ და მესამე ძალიან მცირე გრანტი ჰქონდა გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ფერმერთა ასოციაციის მეშვეობით ახორციელებდა და იმით ვიყიდე აი ამ დეგუსტაციისთვის საჭირო ჭურჭელი და ატრიბუტიკა და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო, ანუ ეგ გრანტები რო არ მქონდა, შეიძლება არ ვიცი, არც ყოფილიყავით ღია ეხლა.
საქართველოში არის ერთადერთი სოფელი ზინოვიანი, სადაც კომპაქტურად უდიები ცხოვრობენ. არსებობდა ესეთ სახელმწიფო შუა საუკუნეებამდე კავკასიის ალბანეთი საკმაოდ ძლიერი და მრავალი ტომისგან შემდგარი სახელმწიფო იყო, რომელსაც ძალიან კეთილ მეზობლური ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. რაღაცა თითქმის ერთნაირად გაქრისტიანდნენ კავკასიის ალბანეთი და საქართველოც. მაგრამ იმ რაღაცა ძროების შედეგად რაც იმ საუკუნეებში ხდებოდა, ამ სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა და უდიები იყო ყველაზე დიდი ტომი და რაღაცნაირად მოახერხეს გადარჩენა. ჩვენი ასე ვთქვათ მიწა და სამშობლო სადაც ჩვენ ცხოვრობთ იქ არის ამჟამინდელი აზერბაიჯანის ტერიტორია. აზერბაიჯანში ეხლაც არის ორი უდიური სოფელი, ვართაშენი და ნიჯი, სადაც ცხოვრობენ დღემდე უდიები, დღემდე ინარჩუნებენ ენასაც და რელიგიასაც. და ჩვენი წამოსვლა უკავშირდება იმას, რომ დაიწყო და 100 წლის წინ წამოვედით საქართველოში. და ეს უკავშირდებოდა კონფლიქტს, რომელიც ხდებოდა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის და ჩვენ ასე ვთქვათ ამ ქარცასხლში ვიყავით მოყოლილები, როცა უნდა აგვერჩია მხარეც, უნდა შეგვეცვალა ჩვენ ცხოვრების წესიც და იყვნენ დევნის მსხვერპლები. ხო, იყო ესეთი შემთხვევები, როცა ეკლესიაში საოცრად მისულებს გარედან ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ, ავიწროვებდნენ, ხოცავდნენ და ამიტომ მათ ვინც გადაწყვიტეს, რომ შეიძლება ამასთან შეგუება, მიმართეს ეს უდიურ წარჩინებული ოჯახის შვილს, ზინო სილიკაშვილს, რომლის სახელიც ქვია ამ სოფელს. პეტერბურგში ქონდა განათლება მიღებული და საქართველოშიც ძალიან ცნობილი, ყოველ შემთხვევაში იმ წრეებში ცნობილი კაცი იყო და ზინომ წამოიყვანა 150 ოჯახი და ძალიან ისეთი ის არის, როცა ორი ვარიანტი ქონდა, სად წასულიყვნენ, ეს იყო ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორია თუ აქ ზინობიანი და იმიტომ რომ ახლო იყო და ქონდათ დაბრუნების იმედი, გადაწყვიტეს რომ აქ ჩამოსულიყვნენ და 100 წლის წინ ჩამოვიდნენ აყვარელში, აქ დასახლდნენ ძალიან უჭირდათ ნოემბრის თვე იყო, როცა ჩამოვიდნენ და იმ იწურებს თხრიდნენ, რომ რაღაცნაირად გადარჩენილიყვნენ და დასახლდნენ, სხვათა შორის ძალიან ადვილად ინტეგრირდნენ ქართულ თემში და ადვილად ისწავლეს და ვისწავლეთ ენაც. ამას ხელს უწყობდა ის, რომ რელიგია და წესჩვეულებები გვქონდა და გვაქვს საერთო და ქორწინების პრობლემა არ იყო. აქ ძირითადად შერეული ოჯახები არის, ქართველი, უდი და ესე შემდეგ. დღემდე შევინარჩუნეთ სასაუბრო ენა. დამწერლობა დაკარგულია. დღემდე ოჯახებში საუბრობენ, სადაც დედა არის უდი, განსაკუთრებით კარგად საუბრობენ, იმიტომ რომ დედა მშობლიურ ენას კარგად ასწავლის შვილებს. შევინარჩუნეთ კარგად სამზარეულო და ამ სამზარეულოს კარგად ვიყენებ მე, როცა ჩვენთან სტუმრები მოდიან. და რაღაცა გარკვეული ტიპის სიმღერა პოეზიები ყავს ერთი ძალიან კაი კოლორიტი ქალი სოფელში, რომელიც აცოცხლებს აი ამ ჟანრს, რაც შემოგვრჩა. იმის პარალელურად, რასაც აქ ვაკეთებდი, თან ჩემი მეგობრებთან ერთად გავაკეთეთ სათემო ორგანიზაცია საქართველოს უდიები. ესე დავარქვით ამ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ვფიქრობდით, რომ და ეხლაც ესე ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თემის განვითარების გარეშე თვითმმართველობის განვითარებაც წარმოუდგენელი მგონია და პროექტების განვითარებაც წარმოუდგენელი მგონია. იმიტომ რომ ადამიანებმა თუ არ იგრძნეს, რომ მათი ერთი დადებული აგური ძალიან მნიშვნელოვანია, მე საქმის კეთება წარმოუდგენელი მგონია და გადავწყვიტეთ, რომ რასაც გავაკეთებდით, ყველაფერში ჩვენი სოფლის მოსახლეობა ყოფილიყო ჩართული და პირველი ეს თემთან ერთად რაც გავაკეთეთ და რაც დავსხედით და ვიფიქრეთ რა შეიძლება რომ გაგვეკეთებინა, ეს იყო ისტორიული მეხსიერების აღდგენა. ეს იყო თემა, რაც ვფიქრობ, რომ ყველა გაგვაერთიანა. და ისტორიული მეხსიერება ისევ როგორც მთელ ქვეყანაში, ხო, ეხლა 70 წლიანი ოკუპაცია გავიარეთ საბჭოთა ტვინის რეცხვის და ჩვენთანაც დაკარგული იყო. ზინო სილიკაშვილის ისტორია, უბრალოდ რაღაცა სადღეგრძელოში თუ გაიგებდი, რომ ესეთი კაცი არსებობდა. თორე ის რომ 2010 წლამდე ოქტომბერი ერქვა ამ სოფელს კომუნისტებმა გადაარქვეს მას შემდეგ რაც ზინო დახვრიტეს. არ ვიცოდით. ეს შეიძლება რაღაცა ვიცოდით, მაგრამ საერთოდ არ ქონდა გააზრებული ამის მნიშვნელობა და გადავწყვიტეთ, რომ ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ ზინო რაღაცა ესე კაცი ყველას უყვარდა.
ყველა მაგის სადღეგრძელოს იძახდა და ვიფიქრეთ, რომ ანუ ამაზე არავინ არ გაგვიწევს წინააღმდეგობას და პირველი გავაკეთე, მოდი ზინოს ძეგლი და მემორიალური დაფა გავაკეთე. არც ფული მქონდა, ეხა არც დონორი ყავდა. ეს გაკეთდა სრულად შემოწირულობებით, ხო? ესე დავარქვა. ანუ აი სოფელში, ეხა ჩემი მეგობარი ანა ჩვენი სათემოს ხელმძღვანელი არის. ანა დადიოდა და ეს სიით ზოგს 10 ლარი ქონდა, ზოგს 100 ლარი, ზოგს ფიზიკური შრომა შეეძლო. ანუ ესე გვეხმარებს, ხომ შემოგვწირეს, იმიტომ რომ სოციალურ ქსელშიც კამპანია გავაკეთეთ და აი ამ შემოწირულობებით და აი ესე ერთად დგომით, თუმცა ძალიან საზეიმო ამბავი იყო ეგ სოფელში, მე გახსნაც რო ქონდა და ბევრი სტუმარი ჩამოვიდა, ფლავები ვაჭამეთ და ასე შემდეგ. გავაკეთეთ ეს მოკლედ ეს ღონისძიება რა და ეს ამით მე ესეთი წარმოდგენა მაქვს და ეს არ არის მარტო ჩემი წარმოდგენა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ამ სოფელში განსაკუთრებით ახალგაზრდას სიამაყის გრძნობა დაუბრუნეთ თავიანთი ეთნიკური წარმომავლობის, იმიტომ რომ სწვენოდათ რომ ეთქვათ რომ უდიები არიან. იმიტომ რომ ეს სტიგმა განსხვავებულობის, რომელიც ისე საბჭოთა ასე ვთქვათ წარსულიდან მოდის, ამის სწვენოდათ. ეხლა როგორ აიცი, ან მე დედითაც უდი ვარ და მამითაც და შენ მარტო ანუ ეხლა ძალიან იამაყებათ და ძალიან უხარიათ რომ აქ ბევრ სტუმარს ხედავენ, აქ რაღაცა პროექტებს ხედავენ და ეს დაუბრუნეთ. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და მერიასთან ერთადაც ქონდა ერთი პროექტი, ვითანამშრომლეთ ასე ვთქვათ, როცა ევროკავშირს ქონდა PRDP-ის პროექტი, რითიც მუნიციპალიტეტებს ეხმარებოდა ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ოღონდ პროექტი უნდა დაგეწერა, რომ შენ რომ იმ ინფრასტრუქტურას ავითარებ, აი ტურისტულად და ეკონომიკურად რანაირად იქნება ის მიმზიდველი, როგორც თემისთვის, ისე ტურისტისთვის და მე დამიკავშირდა ყვალის მერიის წარმომადგენელი და მასთან ერთად ასე ვთქვათ ნარატიული ნაწილი აი ამ პროექტის სრულად მე გავაკეთე და ეს ფინანსური და ხარჯსაზღვრის მერიამ, იმიტომ რომ პროექტი მერიამ განახორციელა, ტენდერი მერიამ გამოაცხადა, სამუშაოები მერიამ ჩაიბარა, უბრალოდ ფული მისცა ევროკავშირმა. და დავწერეთ ეს პროექტი და ევროკავშირმა სადღაც 1.5 მილიონი ლარი დახარჯა ამ სოფელში, რომ აი ნახევარ სოფელში ყოფილიყო გზა, მუზეუმი, საგამოფენო სივრცე და ბიბლიოთეკა. და ძალიან დიდი საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც ყვალის მუნიციპალიტეტს არც სოფელს არ აქვს ეგეთი, არც ერთს. და ეს ძალიან კარგი მაგალითი იყო, როგორ შეიძლებოდა ნორმალურ ვითარებაში, როგორ შეიძლება ადგილობრივმა თემის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა როგორ შეიძლება ერთად კარგი საქმე გააკეთოს. პირველი რუსული კანონის მერე ჩვენ ყველანაირი კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაწყვეტილი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიგრძნია არანაირი მხარდაჭერა. ანუ იმიტომ რომ პირადი ურთიერთობებიც ქონდა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ქონდა რაღაცა საქმიანი დამოკიდებულება, ქონდა ძალიან კარგი პირადი ურთიერთობები და აი პირადი ურთიერთობების ხათრითაც არ ქონია ჩვენ მათი მხრიდან მხარდაჭერა და ეს კიდე განსაკუთრებით მტკივნეული იყო პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები, რომლისგანაც არ ველოდი ამას და ამან ძალიან გამიცრუა გული. ეს ხო ამან კიდე მოიტანა ის, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ აღარ გვაქვს ურთიერთობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ პროექტებში იყვნენ ხოლმე ჩართულები, იმ ადამიანებთანაც ისეთი ურთიერთობა აღარ გვაქვს, როგორიც შეიძლება ქონოდა. მათაც დისტანცირება ამჯობინეს, ხო და რა ვიცი, ალბათ როგორც ყველა ისინი ელოდებიან მოვლენების განვითარებას, რაც ასევე ძალიან სამწუხარო ამბავია. ეს ყველაფერი ვნებს თემს პირველ რიგში, სანამ იქამდე მივალთ, რომ თვითონ მუნიციპალიტეტებსაც ვნებს, ეს ყველაფერი ვნებს თემს, ხო? ის რომ ეხა ამ თემში 100 წლის განმავლობაში არავის არ შემოუხედავს პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით არც ერთ ხელისუფლებას, გინდა ჟევარდნაძე, გინდა შემდეგი, გინდა იმის არც ერთს. არ განუხორციელებია არც ერთი ინფრასტრუქტურა. მე ვიცი, რომ სხვა სოფლების მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ეს კიდე განსაკუთრებით არასოდეს წარმომადგენელი არ ყოლია საკრებულოში ამ სოფელს, იმიტომ რომ მეზობელი სოფლის თემთან არის მიერთებული და ის დიდი სოფელია და იმას ხავს. ანუ არავის არ აინტერესებს, რომ აქ რეალურად ხალხი ცხოვრობს და ჩვენი დამსახურებით ელემენტარულად გაიგეს ჩვენი არსებობის შესახებ. გარდა იმისა, რომ გაიგეს, ფული დაიხარჯა აქ დონორების. ახლა ის რომ ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა ამ სოფელში, ანუ არც ერთ სოფელში არ გაკეთებულა ყვალის მუნიციპალიტეტის. ის რომ ჩვენ ქალთა სამეწარმეო პროგრამა გქონდა და ამ ქალებს სხვადასხვა საჭირო ინვენტარი გადავეცით, ხო? ზოგი რასაც ხობი აქვს, ზოგი სამკაულებს აკეთებდა, ზოგი მანიკური სპეციალისტი იყო და ამაში რომ დავეხმარეთ.
რაღაც ეს ყველაფერი გამოეცლებათ და გამოეცალათ ხელიდან. ანუ თემისთვის არის, ანუ ადგილობრივ მაცხოვრებელს ის ალტერნატივა, რაც ჩვენ შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა, დაიკარგა. აღარ არის. რა იგივე შეიძლება ითქვას მერიასთან და მუნიციპალიტეტთან, ხო? ანუ ის რესურსი, რაც შეიძლებოდა ჩვენ მათთვის მიგვეცა, ასე ვთქვათ, ფულის დახარჯვის გარეშე და ის ცოდნა. ისინიც კარგავენ ამას და არც მათთვის არ არის საბოლოო ჯამში კარგი, ხო? ის რომ ჩვენ შეგვეძლო საკრებულოს წევრებისთვის ცოდნა მიგვეცა, თავისით არ შვებიან მაგას. არ იღებენ მაგ ცოდნას და ბევრ ამას არ აკეთებენ. და საბოლოო ჯამში ისევ მოქალაქეები კარგავენ და უკარგავთ იმ სიკეთეებს, რაც ისედაც ძალიან შეზღუდული იყო თემში. ჩვენ ამ ეტაპზე შევწყვიტეთ მუშაობა, ჩვენ მასათემო ორგანიზაციამ გავაჩერეთ მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ამ საოცარ საკანონმდებლო რეესტრში დარეგისტრირებას. საერთოდ არ ვთვლით ჩვენი ორგანიზაციის წევრები, რომ ჩვენი გაკეთებული საქმით რომელიმე ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ, არა, ჩვენ ამ ქვეყანას ვემსახურებით, ხო? არავინ არ წაიღებს ახლა აქ გაკეთებულ ინფრასტრუქტურის პროექტს და იმაში ბრიუსელში არ ჩადგამს, ხო? ანუ ეს ხო, ამით ხო ეს სოფელი ისარგებლებს საბოლოო ჯამში და ანუ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ქვეყანას ვემსახურებით და მეც ესე ვთვლი, რომ ამ ქვეყანას ვემსახურებოდი და ვემსახურები იმით, რაც გავაკეთე და საერთოდ არ ვაპირებ ისეთი სახელის დარქმევას, როგორც უცხოური გავლენის აგენტი არის. ანუ ჩემი ქვეყნის აგენტი ვარ, სადაც არ უნდა გამიშვა ყველგან. თემის განვითარება დეცენტრალიზაციის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ანუ ესეთი სუპერცენტრალიზებული სახელმწიფოს ქვეშ არ შეიძლება რომ ვერ განვითარდება რა, ანუ ამ ხელა თემები ესეთი დამოკიდებული ცენტრზე, როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად ვერ განვითარდება, იმიტომ რომ იქ ესეთ სისტემაში ადამიანი როგორც გადაწყვეტილებებზე გავლენის მომხდენი, ამოვარდნილია, ხო? ანუ მე თემის წარმომადგენელს არანაირი გავლენა არ შემიძლია მოვახდინო საკრებულოში, რო წავიდე, ხო? ანუ აბსოლუტურად არანაირი. ისეთი სისტემა გვაქვს, რომ ჩემს სიტყვას ფასი და ძალა არ აქვს. ამიტომ პირველ რიგში ეს თუ არ შეიცვალა, ანუ აქ თუ ადამიანებმა არ იგრძნეს, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან, იქ უფრო ვერ იგრძნობენ. და ამიტომ მგონია, რომ ეს სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს. სხვანაირად ეს ამოგლეჯილად შეიძლება რაღაცა თემში კარგი პროექტი გავაკეთოთ და განვავითაროთ. არ ვიცი, შეიძლება იქ 30 კაცი კარგად გავანათლოთ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებში, მაგრამ ეს ხო ქვეყანაში არ არის. ხო ნახეთ, რომ არ იცვლება. ანუ ხო აჩვენა ამ ყველაფერმა, რომ რეალურად რეგიონებში რაც ხდება, ხო, რომ არც პროტესტის ხმა ისმის, არც ადამიანების ხმა ისმის, ეგ იმის ბრალია, რომ ვერ ხედავენ ვერსად ეს ადამიანები ამდენი წელი საკუთარ თავს. ხალხისთვის რეალურად ძალაუფლების გადაცემაა რა დეცენტრალიზაცია. და არ უნდა ეშინოდეს, ამაზე ხმამაღლა უნდა ლაპარაკობდეს ყველა, არავის არ უნდა ეშინოდეს ამის. ილია ჭავჭავაძე ლაპარაკობდა, რატო არის თვითმმართველობა კარგი, რატო უნდა წყვეტდნენ ადამიანები ადგილზე თავის პრობლემებს და ეს არ არის რაღაცა ისეთი საშიში პირიქით. უფრო გავადულდება ცენტრს ცხოვრება, როცა რეალური თვითმმართველობა ექნებათ. ძალიან ოპტიმისტი ვარ და საბოლოო ჯამში ყოველთვის მჯერა მართლა გულწრფელად მჯერა სიკეთის გამარჯვების ბოროტებაზე და ასევე იმის მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლა, რომელიც ეს ეხარ დაწყებულა, ხო, რასაც ქართველი ხალხი რეალურად ებრძვის, ძალიან დიდი ხანია, ხო, დაიწყო და გონია რომ გამარჯვებით დასრულდება. ანუ იმ უამრავი ადამიანის არ შეიძლება რომ არ ვიცი, ჩვენი ქვეყნის ისტორიას რო გადავხედოთ, გინდა დამოუკიდებლობის, გინდა დაპყრობილები რო ვიყავდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანაზე ზრუნავდნენ, ანუ მათი აი ამ შრომის დაკარგვა წარმოუდგენლად მიმაჩნია. და მგონია რომ აუცილებლად გავალთ ფონს და აუცილებლად გადავრჩებით. ევროკავშირის წევრებიც გავხდებით და ბედნიერებიც ვიცხოვრებთ.